ალო. ნატა, რაღაც უნდა გკითხო და გცალია? დასაფლავებაზე ხარ? გოთოტირის? ხო, კაი, უცბად გკითხავ. იცი რა მაინტერესებს? ეს ზღვის გოჭი, გოგოა თუ ბიჭი? რატო გეკითხები და რო რამე იყოს, ქალების ტუალეტში შევიყვანო თუ კაცების? ხო, კარგი. ხო, ერთობი? რა ხდება რა ამბავია თავი? რატო დამირეკე, რატო მითხარი მოდიო? მოდი, ხო დაჯიქ და წყნარად. ზივარ, წყნარად ვარ. სამტრედიდან დამირეკეს. მერე? გუზანა დაიკარგა. Oh my god. ოთხია გავიდა სახლიდან და არ ჩანს ვერ პოულობ. ვაიმე რა ხდება რა ამბავია ნეტა. მე არ დარეკეთ აქაუ რა ქვია იმას 911-ში. ხო 112 ქვია მაგას ხო. არა ნიკას დავურეკე. ხო. ჯერ ნიკა, მე 112. ხო. თამარ, შენი ყავა. აუ ბოდიში რა მაინტერესებს იცით? ზღვის გოჭის სახელები ხო არ იცით? აი რამე ისეთი მინდა გავრცელებული რო იყოს ძალიან. მე კარგად ვერ გავეგერდი, მითხარი თავი. კეთინა კარგად. მივხვდი. ერთი წუთით. კეთინა. ხო. მოკლედ რა ვის რა პრობლემა აქვს? მე თბილისიდან სამტრედიაში გუზანა უნდა მოვძებნო და ამან ზღვის გოჭს რა დავარქვაო. ტელევიზორში ხوار გამოვაცხადოთ. რა უნდა გამოვაცხადოთ? რა უნდა გამოვაცხადოთ თამრი და დაიკარგა ადამიანი. რა ეცვა, რა ეხურა, როგორი სიარულის მანერა ქონდა. ხო იცი მისი მანერა, რაღაცნაირი მანერა რო აქვს. ესე რომ მოდის ჩოიდანაც რო დაინახავ, ეგრევე მიხვდები რომ გუზანაა. კარგი ქეთევა, რა გამოვაცხადო ტელევიზორში რომ დაიკარგა ადამიანი, აცვია სპორტული შარვალი, თავზე კოვბოის ქუდი ახურავს და ტუჩის გარმონი უჭირავს ხელში. მე გამოვაგზავნე ქუდით და გარმონით. აი მე ვიღაცას უნდა ვუთხრათ რომ დაგვეხმაროს. რა გავაკეთო, ლაშა წასულია, თამაში აქვს. რა ვიცი მე რას დადის ამ თამაშზე ერთი, რა მაგის მოგებული არაფერი მინახავს. რო ჩამოვა ვეკითხები, რა ქენი რა გააკეთეთ მეთქი და მაგის გაკეთებული არაფერი მინახავს და ირაკლის კიდე ეხლა მომუდა სიმპოზიუმი. როგორ? სიმპოზიუმი. სიმპოზიუმი. შენ დაგავიწყდა რაღაც ქართული. რა ვიცი მაპატია, რა ვიცი აბა. სანდრო დაგვრჩა, სანდრო. არა, ქეთევან რა სანდრო შარშან ხო დაიკარგა კიდე გუზანა. ხო აღარ გითხარი შტატებში ყავი ჩამოხვიდოდი ფეხით. რა ტიპი ხარ შენ რა ტიპი? ხო ძრაგული ხო. აი მე. ესე და წავედი და წავიყვანე სანდრო. გუზანა კი გამოჩნდა თავისით, მაგრამ მე სანდროს ვეძებდი 3 დღე იქით კიდე. გამარჯობა. ვაიმე ნიკა. ქეთევა. ნიკა, ვაიმე ნიკა, როგორ ხარ ბიჭო, ვაიმე როგორ შეცვლი ხარ ნიკა, საწავიდა შენი ხუჭუჭათმები. ციფრაკულაში ისეთი ძალით ხაჩავდი რომ რა თქმა დამჭერდა. ვაიმე რა მექნა ნიკა, მეც მონადირის როლში შევდიოდი. ხო, ვაიმე, რა კარგად გამოიყო. ახლა რა ხდება, ვინ დაიკარგა? გუზანა სამტრედიაში. გუზანა ისა? ხო, გრადუსიანი. ხო და რა იცით რა დაიკარგა? მეზობლებმა დაგვირეკეს. ბოლოს ვინც ნახა იმან რამო? დილიდან იმაზეა ჩხუბის სამეზობლოში ბოლოს ვინ ნახა. აი ბოდიში ზედმეტი მომივიდა ესე. ხო. ეს აიცით აი სულ რო წარმოვიდგენ ხა ხო ესე გუზანას დაკარგვას ეგრევე თვალწინ მიდგება ეს გუზანას სახთან იყო მდინარე. ფიქრობ ეხლა მდინარესთან ხო არ ჩავიდა, თევზაობა ხო არ უნდა და აი მე აღარც მინდა გავიფიქრო. კარგი ქეთევანი, მდინარეს ფოთოლი ვერ მიაქვს და გუზანას ხო წაი. და რამდენი წლის იყო? იქნება გავიდა სადმე და ვეღარ აგნებს სახს. მე რას ვერ აგნებს? არ გახსოვს მთელი ბავშვობა რა გვეუბნებოდა, ჩემი 3 თითივით ვიცი მთელი იმერეთიო. აი დრო. აი მე უნდა წავიდე. სამტრედიაში უნდა წავიდე, გუზანა უნდა მოვძებნო. მეც წამოვალ. შენ თბილისში იყავი რა იციქნებ გუზანა მაიტეხა, თბილისში უნდა წავიდე, ვაჟას ძეგლი უნდა ვნახო.
ხო მე ისა ბენზის ჩავასხამ შენი მანქანით წავალ ხო 48 ლიტრი რეგულარი ჩაასხი და 22 სუპერი. ხო ეგრე რატო? იმიტომ რომ რაც ვსინჯე ყველაზე ცოტას ეგრე წვავს. ხო კარგია. გავიქეცი ნიკა ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. კარგად მეც. ის რო არ თქვა შემიძლია ვერ წავალ უნიკაიც შეგამახსენდა ხა გიყურებ და მთელმა ბავშვობამ შემთვალწინ ჩაირბინა აუ გახსოვთ დამალობანასო თამაშობდი და სკოლაში მე რო ესე ვიხუჭებოდი მე ესე გავახილე თვალი გამოგეკიდეთ რაღაცა გეძებეთ ყველა ვიპოვე თქვენს გარდა ნიკა და თამარი მაპატიეზედმეტი მომივიდა კარგად შენ მიდი გაერთე ითამაშე გოც ყველაფერი იქნება ძალიან მაგრა. ხო. კი. ეხა ჩავართო მთელი სამტრედიის განყოფილებას და მოვაგვარებთ. ალბათონა თამარ. ეს ყვავილები თქვენ. დილა მშვიდობისა. არ ვიცი ვინ მიგზავნის. თამარ მე მგონჯობია რომ მითხრა. ეჭვიანო? მართლა არ ვიცი ვინ მიგზავნის. კაი დაუშვოთ რომ არ იცი. მაგრამ როგორ არც ერთხელ არ დაინტერესდი ვინ გიგზავნის. ვერ გავგეხლა მე რა ვინ ვეძებო ყვავილებს ვინ მიგზავნის თუ გუზანა სამტრედიაში. ანუ გორს შემეძია. კაი ხო, კაი. წავალ და მოვძებნი მას რა. რა ქვია? გუზანა. გუზანა. ისინუ და დაგარბა გუზანა. გუზან. აჩვენება ხე? ესე კივა კიდე. ხო აღარ კივა? აი გაიჭი ხარ. მაშა მე გასაქცევი ვარ და შენ უნდა შეცვო. მოიცა სადა ხარ გასაქცევი? თამაში იწყება. მე როგორ უნდა შეცვო? როგორ და შენ ხო იცი მე თამაშის დროს რას ვაკეთებ ხოლმე? მე რა ვიცი? ბავშვებს რას ვეუბნები ხოლმე თამაშის დროს, ხო იცი? რა ვიცი მე კაცო, მე რა ვიცი? ჩემ პაროდიას რო ვაკეთებ ხოლმე და ბავშვებსაც წინაკ. ომარი ვარ. ხო, აი ეგრე რა და всё. მოიცა და საგაფე. შენ სადი ხარ? ბიჭებო მოვიყიდეთ ფუძე. დღეს ჩამოვიდა და უნდა დავწუროთ. მან ხო იცი როგორ არის, თუ არ მიხვედი დროზე, ცოტა შეგხვდები. ვასიკომ რო გაიგოს მე? ვასიკო როგორ გაიგებს ქალაქში არა? შენ წამოდი თუ გინდა. ხოდა ბავშვებს რა უყურე? ბავშვებს რა უყურე? ითამაშებენ და მორჩა. მოიცა და თუ წავაგეთ მე რა? თუ არა ისე, ითამაშებენ და წავლენ მე რა. გავიქეცი ლაშიკო, დიდი მადლობა, გავიქეცი. ის ომარი. ვაუ. აბა ბავშვებო დავსხეთ ახლა. დავსხეთ უყურე დავშიეთ შეიძლება. ეხლა ესეთი ამბავია. დღეს ჩვენ წვრთნელი არ გვეყოლება. რატო და ცოტა ვერ არის ეს კაცი, კარგად და წავიდა. ეხლა რა ხდება? მოკლედ, დღეს ვიქნები მწვრთნელი მე, ну რა თქმა უნდა ექიმიც. ხო და რახან შემზია დღეს ეს ყველაფერი. მოდი ცოტას დავისვენებ რა. 9 ნომერი სადა ხარ შენ? ხო, მომიწვირე შენ გადმოხვალ ჩემ პლანზე. ჩემს კი გადმოხვალ და სკამთან, ჩემს სკამთან ირბენ წინ დაუგა. გასაგებია? რატომ ვას? იმიტომ რომ წაიქცევი ხოლმე და სანამ ადგები რომ გადმორბივარ მე და მე უკან რომ მორბივარ ისე თქვი და აღარ მომიწევს ამდენი სირბილი. ორი ნომერი სადა ხარ შენ? ხო, მანდ ხო. შენ წახვალ თავდასხმაში. რატო ლაშაიქიმ თავდასხმაში არასდროს არ მითამაშია. იმიტომ რომ დაცვაში შენს გამოხდება ხოლმე სულ ჩხუბი. ხო და თავდასხმაში მარტო რო იქნებ დიდ გულზე ვეღარ იქნებ. ხო, აი ეგრე. შენ მომისმინე ფეხი რო გტკივა. გადმოხვალ 9 ნომერთან ერთად ჩემ ფლანგზე. ფეხი რო აქტივდება, იქვე დაგასხავ ყინულს. კარში ვინ ჩადგება მე? მე კარი ხარ ხო შენ? მაშინ იყავი შენ კარში, გაგატანე იმ ყინულს და შენ თუ დაისხავ ხოლმე. გაიგე?
ხო, ეხლა დანარჩენებსაც გეხებათ რა. მისმენთ ხო? დიახ. ხო, გავიგე. რო დაგეჯახებიან. უცებ ნუწა იქცევით ხომ. ცოტა წინააღმდეგობა გაუწიეთ რა. იმათ ექიმა ერბინო საკეთ იქით. რაღა მევერბინო, ესე არ ჯობია. ხო, ძალიან კარგი, ძალიან. ხომ გაიგეთ ხო რაც გიწევთ? დიახ. ხო და ძალიან კარგი. ეხლა ბა იწყება თამაში. მოვემზადეთ, წავედით, აბა. ბორჭყალი. აი, ხო გეუბნებოდით მოვიგებთ. გლები ვართ მას. ახლა? გლები. ხო, ეგე ვარ. ეგეც. ხო, აი ეს გავაგზავნეთ. ჩვენი მომგები კაცი არ იქნება. ხო, მოიჭედეთ ახლა. მოიჭედეთ, გაჩვენეთ ერთი. აი. გუნდის პრეზიდენტი მირეკავს თქვენი ხმა არ გავიგეთ. გამარჯობა ბატონო მოსიკო. ხო, მეც გილოცავთ. ხო, რა რეკორდი დავამყარეთ? 1-0 რა რეკორდია ბატონო მოსიკო? რომ მოვიგეთ ეგ არის რეკორდი? ვის? ომარის დაუძახ ხო? ისა, არცალია ომარის. რატო და ბავშვები აგდებენ ჰაერში. ხო, რომ მოვიგეთ 1-0 სიხარ. კი ბატონო, რო დასვავენ, ვეთქვი რომ დაგირეკოთ. კარგი. სა? რესტორანში მოვიდეთ? კი, მოვალთ. აბა მუჭო. ხო, კარგი, დროებით. სად ვიპოვო ეს კაცი, რა? ვაჩქი მიცოდა. ხო დათო. არ გამოჩენილა. რა გამოგიგზავნო? ფოტო რად გინდა? რა ბარემ ქვაზე დახარ? ვერ ახარ შენ რა. სულ გადაირიე. ბატონო. იმ გუზანასაც ესე უყვარდა თხილი? რა თხილი, რა შუაშია? არაფერი. რო დაიკარგა, ვიფიქრე თხილზე. აი მენიკა. ოი დედა. რა ქენი? მოკლედ, მთელი სამტრედის განყოფილება დგას ფეხზე. აბსოლუტურად ყველა ეძებს გუზანას. და რაო მე მაგ შენმა მთელმა სამტრედის განყოფილებამ რა გაარკვია? დილას ყოფილა რაღაცა გორაზე. ბორცვზე. ხო, ბორცვზე. ხო, და მე ჩასულა მდინარეზე და მე იქიდან გასულა ბირჟაზე და მე აღარავის უნახავს დაიკარგა. შევაიცი. ქეთევანმა გაარკვია. მოკლედ, ახლა კინოლოგი ჩავრთოთ საქმეში და ძაღლით ეძებენ. ოი, ეგ რა კარგად მოგიფიქრებია და რა ოძახმა? ესე იგი, გუზანას ტუჩის გარმონიდან აიღო სუნი. ხო. და პირდაპირ მიადგა არყის სახთელს. ესე იგი ტუჩის გარმონი არ წაუღია. არა ხო და მერე რაღაცა კაუბოის ქუდიდან აიღო სუნი და კვალმა მიიყვანა იქ ბოსტანში. ეგ იცი რომელი ბოსტანია? რომელი? შენ რა თოხნიდი? ხო და მოკლედ მაგ ბოსტანში მაგრა იჭერს თუმე მობილური. ხო, ვიცი. ხო და თან სულ გატკეპნილი ყოფილა. გატკეპნილი და ვის ელაპარაკებოდა? ხო და ეგ უნდა გავარკვიოთ ახლა. მაგრამ შეგიძლია შენეკ? ესე ოფიციალურად არა, მაგრამ მანდ მუშაობს ჩემი მეგობარი. და იმას ღამე წავყვები ოფისში. ხო. და გავიგებთ ვის ელაპარაკებოდა გუზანა. ძალიან დიდი მადლობა რანიკა რა. აი, ვისი მადლობა. აი, უღრმესი მადლობა. არ ვიცი, აი, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საღამო მშვიდობის. ხო. არ უნდა ვიაჭვიო, ხო? არა, ნიკა, რა არის, შეიძლება რამე შეცდომაა, სხვას უგზავნიან და რამე გაუგებრობა ხდება. თამარა, მოდი ერთი ჩემ მდგომარეობაში ჩადეხი ახლა.
აუ შენც გამიგე რა ნუ ეჭვია რა შემიძლია კაი მოვაგოროთ ეს გუზანას ამბავი და მაგაზე მე ვილაპარაკოთ რა კაი წავედი ხა კაი აი ეჭვიანი კია მან კიდე ყვავილები სხვა ვერაფერი მოიფიქრა კაცო იმას ტელეფონს რუქნია ხან ზღვის გოჩს შენი ჭირინე ნამირეკეს და რომ მითხრეს მოვიგეთო. ხო. კი რაღამ გადავირიე კაცი კაცო. გადაირევოდება. ახლა თქვენ რო გიყურებთ, ახლა ისახარ ბიჭო თქვენ, რა გვია იმას? შენ ისახარ, რა გვია მაურინიო. შენ კიდე ისახარ ჩემოლაშა ის, რა გვია ბარსას ეკემს. რა ვიცი, არ მახსოვს ასე ზეპირათა. ეს რა მნიშვნელობა აქვს? მოდი ახლა ჩვენ კიდევ ერთხელ დავლიოთ. კი. შენი გაწვრთნილი შენი გაკაზებული და ჩემი, კაროჩე, შექმნილი კლუბის სალღერგზალო. მოდი თბილისის ენგურს გაუმარჯოს ბიჭებო. გაუმარჯოს. ოღონდ ახლა ისე თქვი მე რო გასწავლი, ბიჭი. როგორ იყო? არძოშ უმოს მანგარ გუნდის გომორძგვა შეგენავს. ლომი ხარ, ლომი. ხო, ბავშვებიც ეგრე ამბობენ. ისე ჩემულაშა ხო იცი ერთი პერიოდი ვფიქრობდი მწუხნელი ხო არ გამეშვა სახლში მაგრამ მაინც სოლისტატეს ავიღარიჯო და უმუშე ვარს ყوارდაგდოდი შეგაცო იცი რა არის ერთი ორი თამაში თუ არ წააგე მოგებას ფასი არ აქვს კი ვიცი მამაკი ვიცი ახლა ჩემულაშა თავიდან ხო მე რომ მოსკოვში წავედი სუთავიდან მაშინ მეც მასე ვიღაზო და ერთ ოთახიან ბინაში ვცხოვრობდი მე დავიდან იქ ხო ეს მერე წამოვიდა მერე ეს დვარეცებები და ბიზნესებები და ამბები ვიღაზო აბა არა ახლა ჩემომარ მომიყევი აბა შენ ახლა როგორ შეუგდეთ გოლი გოლი ეცე უპასუხო ერთი წუთი მე რო დავბრუნდებ მე მომიყევი ოჯიმა მოხვედი უგედაზო ლაშა ძალიან დიდი მადლობა ამან თუ გაიგო რომ მე თამაშზე არ ვიყავი გუნდიდან გამაგდებს მე ისევ იმ ცეხში უნდა დავბრუნდე და ყელში მაქვს ამოსული ამ სპალნების კეთება ამოსული და სპალნების კეთება ყელში ხო არ გაინტერესებს ბურთი როგორ გავიდა რომ გკითხავს რა უნდა მოუყვე ეხლა მომისხი მოკლედ ეხლა როგორ იყო მე-9 ნომერს ჩვენსაც ჰქონდა ბურთი და მიდიოდა იქ შეტევაზე რა დავინახე რომ იმათი ორი მცველი გამოიქცა ამისკენ და რო დავინახე ეხლა ეს მეთი მოტეხავენ ფეხს მე ჩემი თავში სახლელი იქნება თქო და უთხარი მოიშორე ეგ ბურთი ამანაც დაარტყა და იმათ საჯარიმოში იდგა ჩვენი ორი ნომერი ორი ნომერს იქ რა უნდა და ჩემი ტაქტიკით ასე მოუწია და თუ არ მოგწოს არ ვიცი ხო და ამ ორ ნომერს თურმე ფეხზე ააცოს და ხოჭო აწოდა და იფიქრა რომ მოვიშორე ფეხიდან და მოიქნია ეს ფეხი ეს ბურთი ზუსტად არ დააჯდა აფარ და გაჭედა ცხრიაში ეკრება ის აბა და მეკარემ კიდე დაიჭირა ხოჭო სენსას ბიჭებო ახლა იმას ველაპარაკე მე იმაზე ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდის გლავნი ტრენერს ხო აი ბიჭი ეს ახლობელია ჩემ არ იყოც დავბადი ჟემე და მოვა აბა მე წავალ ხო უხერხულია ის კაცი მოვა და წაგებულია და კი მოვიდა აგერდა განაწმარია აქეთ გოდ ჩემთან დაჯექ შეგაცო ჩემთან როგორ ახლა აგერდა ბრძანდი შენ აბრამოვიჩი რომ იყავი კი ვიცოდი მაგრამ შენ ტემში მოურინიოს თუ მყავდათ გუნდში ნამდვილად არ მეგონა მოკლედ კიდევ ერთხელ გილოცავ მე რა შვილი ეს არა ჩემ მოურინიო ისაა გაზო როგორ გაცო ეს არ არის თქვენ მწვრთნელი არა ექიმი ვარ მე დავალებებს შენაწყებდი შეცვლებზეც შენ გამოყავდა ფეხბურთელები ბოლოს და ბოლოს თამაშის ბოლოს შენ ჩამომართვი ხელი
აი ეს გადაიღეთ. ეს კაც საერთოდ არ მინახავს. აი ეს გადაიღეთ. ხდება გომარი. მე წავალ ხო? წაყვა კი არა, მომიყევი ახლა როგორ გავუდარეთ გონი. მოკლედ ბურთი ქონდა 2 ნომერს. 2. ბურთი ქონდა 9 ნომერს და იქ ხოჭო რო რა ხოჭო რაღაცა. ხოჭოსავით მისდევდნენ მომწვენი. ეს ფაილა ხო? ეს თქვა ხო? კარგი. ახლა შენ მომისმინე ერთი წუთი გასო. შენს მერე იმ ხოჭოსავით ხო არ გაიპარე ეგეთ ღვინოს გასაკეთებლად, ა? თქვენ რაიც საიდან? ვიცი მე ვიცი. ჩემმა ძონმა ამიტრა, ჩემ დაყობედა სახში ბოცები წაუღია იმ დღეს. რაღა უნდა გელაპარაკო ახლა შენ? რასებზე? გუზანა დაიკარგა. ხო, თამარა. შენ ისიც გეცოდინება სად არის? აი მე ჯერ არ ვიცი, არა. აუ, საწავი. ნიკა, გაკენი? ხო, აი ხო ველაპარაკე კინოლოგს და მიუზას საფოზე არის. და დილით ხო იყვნენ უკვე? ხო, მაგრამ ამ ძაღლს ყვალი აუღია იმ ბორცვიდან ჩამოსვლა ისევ სოფელში. ხო. მე ისევ ასულა იმ ბორცვზე, მე ისევ სოფელში და ესე დადიან წინდა. და რაო ძაღლია? რაო, დაიღალა და ასვენება. ძაღლი დაიღალა და ამ კაცს რა არ ასვენებს რა. და ვის ელაპარაკებოდაო, გაარკვიე? ხო, და ეხლა მოვა ჩემი მეგობარი და გაწავალთ ოფისში და გავიგებთ რა. და ბოლოს ვინც ნახა იმან რაო? ის ისეთი მთვრალია, რომ ვერ ხიზლება. ნიკა, მე მოვედი. მოხდი. წყალს დავლებ და გავიდეთ ხო? ხო, რიცით კაი. შენ ამასთან ერთად მიდიხარ იქ? ეს ის თანამშრომელია, თუ მეგობარი? ხო. და ამასთან ერთად მიდიხარ? ხო, უნდა გავარკვიოთ, ვის ელაპარაკებოდა გუზანა. დაკეტილ ოფისში? რაი, ხო რეჭვიან თქო. საიდან მოიგე? შენ თუ კიდე არ წავა? არა, წადი. მართლა რეჭვიან, ნუ? წადი. კაი, წავა მაშინ. ხო, წადი. კაი, წავა. კაი. წადი, ხო. აი, წავედი. წადი. კაი. წადი. ხო, კეთევან. ვინ გამოჩნდა? უი, ხო. სად იყო? სად სოფელში? ვინ ათელასთან? შინაბერა ეძახე ახლა მაგას. დატო არ მოყვება. დამალაპარაკე აბა ერთი. გუზანა, დატო არ მიყვები ქეთევან სახლში. რა შეშა გაქვს დასაჩეხი გუზანა? გუზანა, წადი ახლა სახლში. რა შულთაშულებს იფიცებ, სად ყავს შულთაშულები? წადი ახლა ნუ მანერვიულებ. კაი. წლებს არა მოვისუნთქე. რა მოვისუნთქე? ნიკა! ნათელასთან წასულა. ნიკა! ნათელასთან. ნეტა ნუ გოზღვის. გავედით ხო? უკვე გაზო. გავიდეთ ახლა, გავიდეთ. გვიანია უკვე ძალიან რა. მადლობა ვასიკო, გაიხარა. წავიდე. ჩერდი შენერგი ზოგი. შენთან პატარა საქმე მაგმე ახლა. კი გისმენ. რჩევა მინდა ახლა მე შენ რჩევა. გუნჩი ახლა მე რაღაც პერესტანოვკებს ვაპირებ. ხო. და სპარტივნი ექიმი მინდა ერთი ახალი, აუცილებლად. და ექიმი რატო მე ხო? არა, მე ხომ მყავს ახლა ექიმი კაცო. ანუ მე. ხო, ის ექიმი მე გადამყავს გლავნი ტრენერად. როგორი ზახოდია, ესა მოიცა და ანუ მე უნდა ვიყო მწვრთნელი? აბა,
ხომ არის წავა იმ თავის იმაში კაცო რა გვია ქარხანაში კაკრას ახლა სპალინების ახალი ის უნდა მივცე ზაკაზი ხო და აკეთებს იმ სპალინებს უყვარს მაგას სპალინების კედება ხო უყვარს კი ამბობ რას იზამალ რას ვიზავდა იბდათ ასე იბდათ ხო